გამიჭირდებოდა ჩემ თავზე რომ მეთქვა, რომ ემიგრანტი ვარ მეთქი, იმიტომ რომ 50 წელი საქართველოში ვიცხოვრე თბილისში და ეხლა როგორ შეიძლება რომ სხვაგან მე სადაც იმის საშუალება მაქვს რომ ვიმუშაო და ვხატო და შემდეგ ეს ყველაფერი ჩემი სათქმელი ვანახო სხვებს, იქ ძალიან კომფორტულად აგზნობ თავს და იქ არის ჩემთვის საქართველო, იქ არის ჩემთვის სამშობლო. მით უმეტეს ეხლა იმის საშუალება რომ საქართველოში ჩავიდე პრობლემას არ წარმოადგენს. მით უმეტეს რომ აქ როგორც ბაზა ისე მაქვს, როგორც სახელოსნოც არის, იქით დარბაზია, გალერეა აქაც არის და ეს ბაზას იმიტომ ვამბობ რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებში მაქვს ხშირად გამოფენები. ეხლა პარიზში მქონდა, ლუქსემბურგში მქონდა და როდესაც კი ასეთი საშუალება არის, ძალიან იოლად აქა ვარ მოკლედ რა. არ მიწევს დიდი რაღაცა შრომის გაწევა. იმისათვის რომ აღმოჩნდე, საჭირო იქ სადაც მიმიწვევენ. და ასეთები არის და ინტერესიც არის, ეს მე ძალიან მახარებს. და რაც შეეხება ჯილდოს, რომელიც ახლა გადმოვცეს, ძალიან უხერხული არის საკუთარ თავზე რაღაც ჯილდოებზე ლაპარაკი. ჯილდო გადმოც, ჩემი ჯილდო არის, როდესაც ჩემ ტილოს წაიღებენ და სახში დაკიდებენ. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელსაც არავითარი, როგორ ვთქვა, პრომოცია და ის არ ჭირდება რა. ადამიანმა თავისი სულთან ახლოს რაღაცა დაინახა. ასე ხო არ შეიძლება თავს ხო ვერ მოახო, ეს ხო პური არ არის, საპონი, შაქარი არ რაღაცა, რომ აუცილებლად უნდა იყიდო, ხო? თავზე ვერ მოახო ვერავის, ამიტომ უნდა ეს ჩემი ტილოები პოულობენ თავიანთ პატრონებს და მერე განაგრძობენ ცალკე ცხოვრებას და ჩვენთვის სასიხარულოდ მინდა ვთქვა, რომ ყველა კონტინენტზე არის. და აქედან აქ ბევრი ხეთ ჩვენ ხო ვარშავის გულში ვიმყოფებით, ცენტრში ვართ. და აქ ძალიან სხვადასხვა ხალხი შემოდის ჩემთან და ზოგს პოლონელი უგონი ვარ. ზოგისთვის ვარშავის ღირსშესანიშნაობა ვარ. ეგრე ანუ, მაგრამ ეხა ნახატებზე ხო არ ეტყობა რომ მაინდამაინც ქართველი ვარ, აქ ეროვნული რაღაცები ნიშან-თვისებები არ აქვს, მაგრამ ქართულად ვაწერ სახელს და გვარს. და ვინც კი იცის რომ ეს ქართული ანბანია, ეგრევე ხვდება რომ ქართველია. ქართველი დამთვალიერებლები იშვიათად შემოდიან სხვათა შორის. მაგრამ თუ შემოდიან არ მალავენ რომ ქართველები არიან და ქართულად მელაპარაკებენ. ხო, და დამთვალიერებლებს რაც შეეხება ახლა პოლონელები უკვე მე-5 წელი იწურება რაც აქეთა ვარ და მათზე რამე განსაკუთრებული თქმა მიჭირს რომ რაღაცა ეროვნული ნიშან-თვისებით გამოირჩევიან, თითქოს არა. აგრა ეტყობათ საბჭოთა წარსული და ჩემი ასაკის ხალხს მით უმეტეს ეტყობათ და ამიტომ მენტალური დიდი სხვაობები არ არის რა. მაგრამ რაც მე შევამჩნიე მათ, არავის თავზე არ წამოისკუპებენ და არ დაისმევენ და გაუფრთხილდებიან თავიანთ თავისუფლებას და უფრთხილდებიან თავიანთ თავისუფლებას. საბედნიეროდ მიწევს გამოფენის გაკეთება სხვადასხვა ქალაქებშიც, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში. ბოლოს ჰქონდა გამოფენა ქალაქ ვიშკოვის კულტურის სახლში და ეს კულტურის სახლები ყველგან არის. და ბევრი მოწვევები მაქვს ამის და ეხლა ძალიან ბევრი ნამუშევრები გამოფენილი აქვს სადაც ვარ. ერთი 15-20 ნამუშევარი რომ მოაკლო, არაფერი არ ეტყობა, ასე რომ ძალიან მობილური ვარ და ბევრს მუშაობ. სულ აი ვდგავარ ხანდახან 8 საათი, 9 საათი ფეხზე და როდესაც დიდ ტილოებზე ვმუშაობ, არ შემიძლია რომ დავждე და ისე რაღაცა ფეხზე უნდა ვიდგე. ხო, არა მარტო ხელოვნებს ვეტყოდი, რომ ყველამ უნდა გააკეთოს ის და ვალდებულიც არის ის გააკეთოს, რაც უყვარს და რაც კარგად გამოსდეს, რაშიც თავის თავს ხედავს და არ უნდა შეეშინდეს იმ ნაბიჯის გადადგმა. არ უნდა მიეკროს რაღაცა იმ პროფესიაზე, რომელიც აიძულეს მაგალითად რომ შეესწავლა და მე მთელი ცხოვრება 30 წელზე მეტი ვიმუშავე ენერგეტიკაში. ენერგეტიკოსი ვარ განათლებით. ეს ეხლა რო უყურებ რამდენად განთავისუფლდი, რაც სამსახურით დავტოვე და წამოვედი 50 წლის ასაკში, გავაკეთე ეს ნაბიჯი. თუმცა ადრეც შემეძლო ამის გაკეთება.
მაგრამ მიზეზების გამო ამას ვერ ვახერხებ. და ეხლა მე მეხუთე წელია ჩემი ნახატები ცხოვრობ და ძალიან უფრო კარგად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე 5 წელია მხოლოდ დავიწყე გამოფენების გაკეთება, ეს 2010 წლიდან უკვე გერმანიაში 5 გამოფენა მქონდა. პერსონალური გამოფენები, ну ძალიან არ მინდა ჩამოთვალ. რაღაცა ნიშანით რო გამოყო პოლონელები, ხო? რაღაც стереოტიპს აიკიდებს და მე ყველა იფიქრებს, რომ აი პოლონელი ასეთია, აპოლონელი ისეთია. მე მეგობრები მყავს და სხვათა შორის ძალიან ახლო მეგობრებიც მყავს და ჩემი ასაკით ჩვენი ასაკის გათვალისწინებით ეხლა ჩემ ხელა თუ სამხედროა გენერალია და ერთი მეგობარი ყავს ძალიან ახლობელი კაპიტანია გემის ხო და ვარშავიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს და ერთხელ გაუფრთხილებლად ჩავედი მასთან და კარი რო ეზოში რო შევედი თავი შვილიშვილებთან იჯდა და აი როგორც ზემოიმერეთში რო დახვდა ამას ვის ხედავ აი ეგეთი ის კონდა შვილიშვილებთან დგას და რო დამინახა ჯერ ამას ვის ხედავ აი სადღაც ეს ზემოიმერეთში დილიკაურში რო დახვდნენ და გაიტანა სადღაც ეგრე ხო არიან ყველანაირი ადამიანი არის ხა გინდა პოლონეთში გინდა საქართველოში გინდა ინგლისში ხო არიან ადამიანები ვინც შეიძლება გულით მოგეპროს ხელი გაგემართოს არიან ვინც ხელს შეგეშლიან არიან. ოდესაც აი რაღაც ვიღაცის დახმარების გარეშე შენ თვითონ შეძლებ და რაღაც ძალებს გამონახავ შენში და გაივაკებ რა რაღაცას შენში ყველაზე მთავარი არის შენი საკუთარი თავი რა რას პასუხობს ის რას გეუბნება რა თუ ოდნავ კმაყოფილება გაქვს იმისი რომ რაც შეძელი და გააკეთე და ვინმე დახმარების გარეშე ეს მე თავისუფლებას გაძლევს. ალბათ თავდაბლობით არ მინდა რო თქვა, მაგრამ რამოდენიმე გალერეამ ფერები შეცვალა. რო უყურებენ, აქ ცენტრში რო ვარ, ძალიან დიდი გავლენას ახდენს სხვა მხატვრებზე. გვერდზე სამხატვრო აკადემიაა და იმათი ლექტორი მოვიდა. პირდაპირ რაღაც ისეთი სახე ქონდა რა. გიგონება რაღაცა დაუშავე. და ჩემ სტუდენტებს რას უშვები, შენ რას უშვები ჩემ სტუდენტებს? ვინ სტუდენტებს ვინახავ ბატონო? რომ იმიტომ რომ რაღაცა შეატყო რომ რაღაცა სხვა ფერებში იწყებენ ხატვას და ხო მე არ ვიცი ხა იქ რას ასწავლიან რა როგორ მიდის იქ პედაგოგიური რამე მოღვაწეობა მაგრამ იქნება რაღაცა უნდათ მოაქციო რაღაცა ჩარჩოში იმიტომ რომ ესენიც ხო საბჭოთა გადმონაშთები არის აი მაგალითად აქ იმაზე ცხვარზე მაქვს ორდენი ის ორდენი დავხატე საქართველოს რესპუბლიკის გმირის წოდება არის რა. შრომის გმირის წოდება არის საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შრომის ის არის რა გმირის ჯილდო. და ეს ჟირაფი არის ორიგინალი ადამიანი, რომელიც თავისუფალია, რომელიც არ არის იმ ხროვაში რა. ხროვაში არის ცხოვრები. პოლონელი ზოგიერთი რო უყურებს, შეცვლება ხომ ეს როგორ შეიძლება? ეს როგორ შეიძლება ესე შეიძლება ერთი მაიმუნი დავხატე შიმპანზე ორდენებით იყიდეს ხო და მაგაზე სულ ისეთი შეცმუნებულები იყვნენ რა და ყოველ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა რომ მეგობარი არის მეგობარი და ვინც არ არის მეგობარი არ არის მეგობარი ხო ვერ გამოყოფა ეს სპეციალურად რაღაც ეროვნულ ნიშანს ვერ მივაყვა მაგალითად მე მქონდა გამოფენა იორდანიაში ამანში იქ მხატვართა კავშირის გალერეა არის და იქ ქონდა ძალიან დიდი გამოფენა და იმათ შეიძლება რაღაცა ეროვნული ნიშანიზე ვილაპარაკო არა მარტო არაბებზე, არამედ მთლიანად მთელ მუსლიმებზე, იმიტომ რომ მათ რაღაც საერთო აი ეროვნული საერთო აქვს ნამდვილად რა. ეხლა მას სიყვარულით და კარგი გაგებით ვამბობ, განა რაღაცა აი მათ შეიძლება, მაგრამ აი პოლონელებს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე პირადად ხო საქართველოს და ქართველები მიმაჩნიან ევროპელებად და მე შინაგანად ვზნობ რომ ვარ ევროპელი და ამიტომ მე მათთან პრობლემა არ მაქვს. მენტალური პრობლემა არ მაქვს.